ეგრეთ წოდებულ ხორის გრიპს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა ვირუსის სიმპტომებით პაციენტი იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 52 წლის როზა გუბელაძე ბაღდადის რაიონიდან იყო და საავადმყოფოში ის 10 დღის წინ მოათავსეს. ბოლო დღეებში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მართვით სუნთქვით აპარატზე შეერთეს. H1N1 ლაბორატორიულად მას გულშინ დაუდასტურდა. ქუთაისში ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ 239 რეგისტრირებული ავადმყოფი ამ ეტაპზე და მათგან H1N1 194-ს აღენიშნება. მსხვერპლის რაოდენობა კი ქვეყნის მასშტაბით 11-ს აღწევს. გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი 52 წლის, შემოსული იყო 22 იანვარს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, იმყოფებოდა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ლაბორატორიული კვლევებით დადასტურებულია H1N1 ვირუსის არსებობა. შემოსვლის დღიდან იყო ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე და სუნთქვის და გულსის დაფასების მწვავე უკმარისობის ფონზე გულშინ ავადმყოფი გარდაიცვალა. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც დადასტურებულია H1N1 გრიპის ვირუსის არსებობა და დამთავრდა ესეთი ლეტალური გამოსავლით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში ორივე ავადმყოფი მიეკუთვნებოდა მაღალი რისკის ჯგუფს. სულ ამჟამად 11 გარდაცვლილია, მე-11 იყო ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა დიაბეტი, ანუ ძირითადად სამწუხაროდ ეს ეპიდემია შეეხება იმ ადამიანებს, იქ რთულდება, რომლებსაც ფონური დაავადება აქვთ, რომელიმე ქრონიკული, ძირითადად ასე ხდება გართულებები. შეეხება გრიპის ტალღას, ჯერ კიდევ პრინციპში პიკზეა და თანდათანობით თებერვალის შუა რიცხვებისკენ ალბათ დაიწყებს შემცირებას.